BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეს ჩაიშალა. სასკანდალო აქ არაფერი არ არის. სასკანდალო აღარაფერი აღარ დარჩა. თქვენთვის სასკანდალო არაფერი არ არის. ძალიან ღარიბად გამოვიყურება თქვენი სკანდალის საწევის ეს იაფასიანი მცდელობა. არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. მოყარესდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას. ამით თქვენ სკანდალს ვერ შექმნით. სკანდალი დამთავრებულია. სკანდალი ჩაშლილია. სკანდალი ჩაშლილია. ეს BBC-ის მიერ სპეცსამსახურების ხელწერით შექმნილი ხელოვნური სკანდალის საფნის ბუშტივით გასკდა. სკანდალი ჩაიშალა, დანარჩენს კეთქვით სუსტ. ეს ის თუთიყუში არ გეგონოთ ბუმბულები რომ გაცვივდა. ოცნების პრემიერია, რომელიც საკუთარ პროპაგანდაში ახლა თუთიყუშივით ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ იქნებ ვინმეს დააჯეროს, თითქოს არაფერია მნიშვნელოვანი იმ ამბავში, რომ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფალმა სავარაუდოდ ხალხი ქიმიური ნივთიერებით მოწამლა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებშიც. რაც შეეხება ნივთიერება კამიტის გამოყენებას, ეს უკვე უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არათუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, ნაცმოძრაობის დროსაც კი არ შეუძენია შესაძლოს ეს ნივთიერება. BBC-ის სიცრუეში უკვე ამხელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა გეგა გელაძემ საზოგადოების წინაშე განაცხადა მკაფიოდ, რომ ნივთიერება კამიტი არ ყოფილა გამოყენებული. BBC უკვე არის მხილებული ძალიან უხეშ ტყუილში, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უთხოვარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კამიტი არ გამოყენებულა და მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ინფორმაცია არის უთხოვარი. არ ვიცი ირაკლი რატომ იმეორებს სულ ერთსა და იმავეს და ხალხის დარწმუნებას ცდილობს თუ საკუთარ თავს აჯერებს პირველ რიგში, მაგრამ როცა ქოცის პრემიერი აჭრილია, პროპაგანდაც შტერდება და ტყუილების ნაცვლად სისულელეების ლაპარაკზე გადადის. მაშინ რა გამოიძია ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ, რომლის აბრევიატურაც უცნაურად ემთხვევა, რომ ბენზილციანით შემოკლებულ აბრევიატურას ასევე BBC-ს. ეს ის შემთხვევაა, როცა პროპაგანდა ბოდავს, რადგან საკუთარ ტყუილებში დაკარგული ვეღარ იგებს, რომელ დღეს რა უნდა ამტკიცოს. სანამ სერიოზული პროპაგანდა მესიჯებშია ახლართული, საყვალპურო პროპაგანდა თავს აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგად არის და ღლიცინის ხასიათზეა. ძალიან მნიშვნელოვანი თემა სწორედ. ცეკვავს და BBC-ის დოკუმენტური ფილმი არ ნახეთ? რომელი BBC-ის? თავიდან ხო GVC-ია თუ BBC. ძალიან უნდა როგორ ის იყოს ეგრეთ წოდებული შავი გედი, რომ რაღაც ხალხი ამაზე არ ხვდეს. კიდევ ერთხელ არავინ ერთი წლის წინანდელ მიტინგის დაშლაზე, რომელსაც არც მსხვერპლი ღმერთმა დაიფაროს და არც რაიმე სერიოზული გართულება არ მოხოლია, არავინ არ აღეგზნება, მეგობრებო. აქამდე ხალხს აღგზნება ხოცთოლმით, რომ გაგიყალბეს არჩევნები 400,000 ხმა. მოკლეს. ამ ყველაფრის პარალელურად კი თავად ოცნების პრემიერიც კი ვერ ეუბნებოდა ხალხს დარწმუნებით, რომ არ მოუწამლავს. გამოძიებას დაველოდოთ და გეტყვით, აკრძალული ნივთიერება შეგასხით თუ არაო. მანამდე არ ვიცითო, თუმცა ნივთიერება რომ ნამდვილად გარეული იყო წყალში, ამას ადასტურებდა. ეს ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. ამ დროისთვის შეგიძლიათ იმის გამორიცხვა, რომ კი ბატონო კამიტი არა, როგორც გვარწმუნებთ არ გამოგიყენებიათ, მაგრამ ასევე არ გამოგიყენებიათ სხვა აკრძალული ნივთიერებები, რომლებიც ამ კოდის ქვეშ იგულისხმებიან. მე ასე მგონია, რომ სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა. თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობია დაველოდოთ, რა თქმა უნდა, ოფიციალურ გამოძიებასთან მის შედეგებს. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ანუ უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უწოდებს, ამავე ქვეყნის მოქალაქეებს დადასტურებულად ვერ ეუბნება, მოწამლა თუ არა ეს ხალხი ერთი წლის წინ ხელისუფლებამ რომელიმე ქიმიური ნივთიერებით. თუმცა თუ მოწამლა, მაგ შემთხვევისთვისაც აქვს პროპაგანდას ნიადაგი შემზადებული. კამიტს რა უჭირს? ნიდერლანდებში ძაღლებს აჭმევინებენ აქციის მონაწილეებს. აქაც ხდება გადაცდობა, რატო აქაც გადახდება გადაცდობა თქვა მიტინგის დარბევის დროს, მაგრამ მე პირადადაც ვინახავს და ტელევიზორში ვინახავ და პირადადაც ვინახავს. აი დავსრები ვარ
რომელიც საერთოდ ადამიანობის სიმაში არ ჭდება, როგორც იქცევა პოლიცია თქვათ იმის დროს, მაგრამ ეს შეუმჩნეველი გუში სხვათა შორის აღარ ვიყენებთ, ყველა შეუძლია დაგუგლოს და ახლა არა გვაქვს ახლა ეს ფორმატი, რომ კიდევ თუ რა გავუშვათ და ვნახოთ და გუში ვლაპარაკობდი. ნიდერლანდებში ხო რა, ძაღლებს აჭმევინებენ პირდაპირ ადამიანებს. მადლობა ვასიკო, რომ შენმა მოწონებულმა პარტიამ მხოლოდ მოგწამლა და ძაღლებს არაჭამა ჩვენი თავი. ისე პროპაგანდაში შალვას ჩართულობა დამაკლდა, ვერ მოიცალა მისი ინდური ვოიაჟის გამო, თორე სულ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. შალვას თაიგულები იქეთ იყოს და გავყვეთ თანმიმდევრობით. BBC-ს ფილმის გამოქვეყნების დღეს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გვითხრა, რომ დიახ, ეს ნივთიერებები, რომელზეც ფილმშია საუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ოღონდ წინა ხელისუფლების დროს შეძენილი. პროპაგანდამაც ავრცელა და ავრცელა ეს კომენტარი. ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლოს შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული. მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს. მერე გამოვიდა მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მოგვახსენა, არა, ეგ ნივთიერება არასდროს გქონიაო და ასე დარჩა ჰაერში კითხვა, გამოთხარეს თუ არა ნაცებმა კატა. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუწყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. კოცის მესამე ვერსიის მიხედვით რაღაც ნივთიერებები აქვს და ხალხსაც მიასხეს, მაგრამ ახლა იკვლევენ თუ რა ნივთიერებებია. აბა მის ხმამდე ხო არ გამოიკვლევდნენ? ქიმიკოსები ხომ არ არიან? BBC-მ ამ დროს გააკეთა რა, რომ მიუთითა კოდზე და შემდეგ თქვა ტყუილი, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ერთ-ერთი ნივთიერება იყო გამოყენებული, რაც ხო უხეში ტყუილი. შეგიძლიათ ვთქვათ, როდის გამოიყენეთ? იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები გამოყენებული 24 წლის აქციების? იქნებოდა სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ეს χνილი იქნა შეძენილი. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ კოდი არაფერს არ იძლევა, იმიტომ რომ კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული. კოდი UN 3439. მის ქვეშ ნამდვილად ერთიანდება აკრძალული და არააკრძალული ნივთიერებები, მათ შორის კამიტი. ეს კოდი წერია BBC-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტშიც. კობახიძე ამტკიცებს, რომ კამიტი გამოყენებული არ ყოფილა და BBC-ს ტყუილში ადანაშაულებს. თუმცა ამ კოდის ქვეშ მყოფი სხვა რა ნივთიერება იყო გამოყენებული, ამას ვერ ამბობს. თუმცა აქვე ადასტურებს, რომ ამ კოდის ქვეშ მყოფი სხვა ნივთიერებები აუცილებლად იქნებოდა გამოყენებული 2024 წლის დარბევების დროს. დოკუმენტაცია და მეორე არის თვითონ ქმნილის ანალიზი. სრულფასოვანი ანალიზი ჩადარდება და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ ინფორმაციას. ანუ მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული, ამას დაადგენს გამოძიება და საზოგადოებას ესწრებოდა მოგვიანებით. და კოცის ლოგიკის მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში რა საწამლავიც არ უნდა მიესხა ოცნების ხელისუფლებას და გომელაურს პროდასავლური აქციის მონაწილეებისთვის, პასუხისმგებლობა ვანო მერაბიშვილს ეკისრება, რადგან გომელაური ქიმიკოსი არ არის. ვახტანგ გომელაურის უნდა ცოდნოდა ფხვილის დანიშნულება. ფხვილის დანიშნულება და ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვილი გადაემოწმებინა. და რადგან გომელაური ქიმიკოსი არ არის, ვერ გადაამოწმებდა თუ რა საწამლავი გაურია წყალში, რომლითაც მოქალაქეები დაარბია, მაგრამ ახლა გეკა და მამუკა გადაამოწმებენ. ეთყობა ეგენი ქიმიკოსები არიან. მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ასეთ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ თუ არა. თქვენი მართლობის პირობებში აღმოჩნდა, რომ თურმე გამოიყენეს ნივთიერებები მოქალაქეების წინააღმდეგ. როგორ გეკადრებათ, როდის ყოფილა, რომ კოდს რამეზე პასუხისმგებლობა აუღია ქვეყანაში დატრიალებულ უბედურებაზე? ყოველთვის ყველაფერი სხვისი ბრალია დასავლეთის Deep State-ის, ნაცების, გლობალური ომის პარტიის, ახლა უკვე BBC-ს. ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის ქლორობენზილიდი მალონონიტრილი. აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ტრიქლორეთილენთან ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდის კოდი UN 34-39 და დადგა ის ნანატრი დღეც. დინარაძის სუსი გამოვიდა და დაგვამშვიდა, რომ კამიტით არა, მაგრამ სხვა ნივთიერებით ნამდვილად მოგწამლა, რომელსაც ფოტოზევე აწერია, რომ ტოქსიკურია და ინტერნეტში მოძიებულ წყაროებზე დაყრდნობით წყალთან შერევის შედეგად ჩვეულებრივ ქიმიურ ნივთიერებად იქცევა. ოღონდ გვიმტკიცებენ, რომ ეს უბრალოდ გაზია. არანაირი მტკიცებულება, არანაირი დოკუმენტი, მხოლოდ დაბნეული სპიკერი და სუფლიორიდან წაკითხული
ტექსტი. გავაგრძელოთ პროპაგანდის წვალებაზე თვალის დევნება. შეუხვდებით სასამართლოში ეს არის საქართველოს ხელისუფლების მოკლე პასუხი იმ უმძიმეს ბრალდებაზე, რომელსაც ხელი მოაწერა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ, რომელიც ცდილობს ბაშარ ასადის იარაღი მიაწებოს ქართულ ოცნებას და ქიმიური იარაღის გამოყენების სიმპტომებად ასახელებს თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, ხველებას, კანისვას და დაღლილობას. ეს BBC-ც ხან კარგია, ხან ცუდი. ამაშიც აიხლართა პროპაგანდა. ეზერაშვილზე რომ აკეთებდა სიუჟეტს, მაშინ თავისუფალი მედია იყო. ახლა მათ უარა გახდა. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ გეზერაშვილი თავს ესქმის თავისუფალ მედიას, ეს არის BBC. ობახიძე თავდასხმაში იმას გულისხმობდა დავით გეზერაშვილმა მის შესახებ გავრცელებული საგამოძიებო ფილმის შესახებ BBC-ს რომ უჩივლა და სხვათა შორის BBC-მ ეს მასალა წაშალა. ახლა როცა ოცნების მავნებლობები გამოააშკარავა, ობახიძეს BBC აღარ მოსწონს და აპირებს რომ უჩივლოს. გამოძიების წარმოებასთან ერთად გეგმავთ მიმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. სხვათა შორის ამ ჩივილის ნაწილშიც ისეთი კატეგორიული აღარ არიან ქოცები, როგორც პირველ დღეს. გამოქვეყნებულ პირველ განცხადებაში ისინი მტკიცებით ფორმაში წერდნენ, რომ BBC-ს აუცილებლად უჩივლებდნენ საერთაშორისო სასამართლოებში. ახლა კი ამბობენ, რომ მიმართავენ სასამართლოს, თუ ეს საჭირო გახდა. რა სტანდარტები აქვს BBC-ს? პროპაგანდა ახლა კითხულობს, რა სტანდარტი აქვს BBC-სო. მაშინ არ უკითხავს მედიის შემზღუდველ კანონებს მათი დამკვეთი BBC-ს ბრიტანულ სტანდარტად რომ გვასაღებდა. რაც შეეხება მედიის ნაწილში, აქაც ხვალიდანვე დავიწყეთ მუშაობას. ჩვენ ძალიან ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BBC-ს სტანდარტად წოდებული, ეგრეთ წოდებული ნორმები, ეს არის მოქმედი ნორმები ბრიტანეთში დღეს. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ბრიტანულ ნორმებთან შესატყვის და შესაბამის კანონმდებლობას შემოვიტანთ ქართული მედია ბაზრისათვის. თუ BBC-ს სტანდარტი არ მოგწონთ, რა არ მოგწონთ, ამაზეც ვიმჟავოთ. სულ რაღაც 9 თვის წინ BBC-ს სტანდარტი როგორ არ მოგწონთო, ჩვენ გვამონათებდა კაცი, რომელიც ახლა იმუწყების ხელმძღვანელია BBC-ს ფილმის ნიადაგზე 2 მიმართულებით რომ დაიწყო გამოძიება. თან კიდევ იქეთ უჩივის BBC-ს საერთაშორისო სასამართლოში. რა სტანდარტები აქვს BBC-ს? რაში იხარჯება ბრიტანელი გადამხდელების ფული და რეალურად რა ძალებით განან მორიგი ორგანიზებული კამპანიის უკან, რომლის გამოც ბრიტანულმა უწყებელ შეერთებული შტატების პრეზიდენტიც კი უჩივის. სანამ პროპაგანდა ბრიტანელი გადასახადის გადამხდელის ფულზე დარდობს, მანამდე ვნახოთ რაში იხარჯება ქართველი გადასახადის გადამხდელის ფული. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი ქართულ საპროტესტო აქციებზე. სათაური შემზარავია, ისევე როგორც მტკიცება, რომელიც იუწყება, რომ გასულ შემოდგომაზე აქციების დაშლისას ხელისუფლება წყლის ჭაულში 111 წლის წინ შექმნილ და ზუსტად 100 წლის წინ აკრძალულ ნივთიერებას ურევდა. შეიძლება თუ არა თვალების და ყელის წვა გამოიწვიოს 100 წლის წინანდელმა ქიმიურმა ნაერთმა. BBC-ს ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე ბრიტანელი ტოქსიკოლოგი პასუხობს, რომ შეიძლება და აქ ჩნდება პირველი დასკვნა, რომ ყველას ორგანიზმში, ვისაც შემოდგომაზე თვალი ეწვოდა და ცრემლის დიოდა, ან ეწვოდა ყელი და უჭირდა სუნთქვა, არა ცრემლსადენი გაზი, არც წიწაკის სპრეი, არამედ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომისას ფრანგების მიერ შექმნილი ქიმიური ნაერთი კამიტე მოხვდა. და აი 1925 წლის მერე, ანუ კალენდარული სრული 1 საუკუნის შემდეგ, BBC-ს საგამოძიებო ჯგუფი ამ ნივთიერებას თანაც უხვად რუსთაველის გამზირზე პოულობს. ამ პროპაგანდისტის მთავარი უბედურება ის კი არ არის ასე ხატოვნად, რომ ცდილობს სამთავრობო მესიჯების გავრცელებას და გასული წლების სიმრავლით უნდა რომ BBC-ს ნარატივი გააცამტვეროს, არამედ ის რომ იმ აქციებზე თავადაც მუშაობდა და კითხვა არ უჩნდება, ნეტა მეცխომარ მომწამლეს რამითო. როდესაც კვლევას ვატარებთ, ჩვენს კვლევაში რამე გვიწერია კონკრეტულ ნივთიერებაზე? კვლევა წაიკითხეთ. კვლევა წაიკითხეთ. საფუძველზე ჩაატარეთ მაშინ. გეკითხებით, ანუ კვლევა წაიკითხეთ. არა. ჩვენს კვლევაში რა არის გამოკლეული არ იცით. ანუ თქვენი ანუ ნახსენები ამონარიდი არის 20 წუთიანი. 20 წუთიანი, სადაც ვამბობ თქვენივე საჯარო 20 წუთიანი. ნივთიერება კამიტზე არაფერი არ იცოდი. კი, დილამდე, იმიტომ რომ ჩვენი კვლევის საგანი არ იყო, ხო? 20 წუთიანი ინტერვიუს მაინც უყურეთ, რა მოვიპოვეთ, რა ინფორმაცია გავასაჯაროვეთ და რა არის კვლევაში ჩვენთან ჩადებული? მაგას გეკითხებით, ვის? არა, არ მეკითხებით. სხვათა შორის არც ამ პროპაგანდისტს უჩნდება იგივე კითხვა, რომელსაც სოციალურ ქსელში აირწინაღით ფოტოები აქვს გამოქვეყნებული, ანუ აქციის დარბევებზე ისიც რუსთაველზე იყო და დიდი ალბათობით მომწამლავი ნივთიერება მანაც შეისუნთქა. მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. ახლა მთავარია დავალების სამებრ ექიმი კოტე ჩახუნაშვილი გააშავოს და ის დააბრალოს, რაც მას არ გაუკეთებია.
პროპაგანდა ძმები ჩახუნაშვილების გაშავებას პირველივე დღიდან მთელი ძალით შეუდგა. ამით თუ არ გიკოლებია BBC რატომ გეყრდნობაო. სიმართლე კი ის არის, რომ ძმებს არც არასდროს უთქვამთ, რომ კამიტი გამოიკულიეს. მათ მხოლოდ სიმპტომები იკულიეს და BBC-ს ფილმშიც ზუსტად ეს არის ნათქვამი. ვარაუდები კამიტის შესახებ კი სისტემის შიგნიდან მოპოვებულ მამხილებელ დოკუმენტაციას ეყრდნობა. BBC-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აღჭურვილობის აღწერის საბუთი მოიპოვა, რომელიც ამ პერიოდს ეხება და ძალიან კონფიდენციალურია. ჩვენ მისი ავთენტურობა დავამოწმეთ. ისტორიკ ქიმიკატი, რაზეც ლაშა საუბრობს, ამ სიაშია, მათი შერევის ინსტრუქციასთან ერთად. თუმცა ცრუ პროპაგანდა მაინც ამტკიცებს, რომ ჩახუნაშვილებმა BBC-სთან სხვა რამე თქვეს და ახლა სხვა რამეს ამბობენ, რაც ტყუილია. დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ექიმები, რომლებიც იყვნენ რესპონდენტები და ინტერვიუც მისცეს. გამოძიების ფარგლებში მათ შეიძლება ითქვეს, რომ რიტორიკა შეცვალეს, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ მათი კვლევა საფუძველი არ ყოფილა BBC-ს გამოძიების. რეალურად რატომ შეიცვალა თქვენი აზრით რიტორიკა, რასთან გვაქვს? კითხვებში ტყუილი, პასუხებშიც ტყუილი, მთელი კოცური პროპაგანდა ტყუილზეა აგებული. სინამდვილეში ძმებმა ჩახუნაშვილებმა მოწამლის სიმპტომები გამოიკულიეს. ამას ამბობენ BBC-ს ფილმშიც და ამას ამბობენ გამოძიებასთანაც. როცა პროპაგანდაც სამტვერდება, შემდეგი ეტაპი ვითომ დაცინვა და ღლიცინია. მე სად დამერხა იცით ბოდიში? სად დამერხა იცით? ვინა მაგრა დაგერხიო. არა, სად დამერხა და ვეღარ შეუძლიო სერიოზულად გავყოლოდი ნარადეოს. იმ ბიჭს დამსმენი ვინც არის, სრულ დამსმენი ამ ყველაფერს. ჩახუნაშვილი კი რა გვარია? ნატო სტატურო აქვს ნახეთ? არა. ხელზე აქვს ნატო სტატურო ბიჭო. არა. ანუ პადოვრის იგოიმები არ ნატო სტატუა აქვს ხელზე ძმა. არ შეხედე კაცო. შეიძლება რეპორტაჟისთვის გაიქცა შეხედე ხელზე აქვს ნატო სტატუა. BBC გაეკეთები მგონია რომ სამყაროში არავის არ. კი, აი მასა ნატო სტატუა არ არის. მასა. შენ შეგიძლია იყო მონობის არა კოლონიალიზმის ლოგო ვაფშე მსოფლიო მასშტაბით ესეთი თვითკოლონიალიზმი ეგზისტენციური ჯაქსალიზმის ესეთი თვითკოლონიალიზმი და სხვათა შორის ისეთი გროზნივიდია და ხმაგ ძალიან ისეთი და სადმე არ გაწერიან ნატო აკაურობას მე გეტყვი იდეებს მოგაწოდებ ნატო აკაურობს ზირთად ერთი იდეა გვაქვს არა ზურგზე მე სერიოზულ ტატუებს ვეუბნებით მაო შენ ეხა გადაგყავს კომიკურ რასკლაჩი იმენა ზურგზე აი უკან მაინც სარდოვზე რომ დაიწეროს ნატო აკაურობას ჯვარცმა და ნატო აკაურობას სარდოვზე რომ დაიწეროს ნატო აკაურობას რა პრობლემა როცა პრობლემის გაუფერულებას ვერ ახერხებს, კოცი იგონებს, რომ ვითომ ხუმრობის ხასიათზეა. პროპაგანდა ხუმრობს. ხუმრობენ ოცნების დეპუტატებიც და რატომღაც ვერ ხვდებიან, რომ საკმაოდ არგუმენტირებული ვარაუდი მოქალაქეების მოწამვლის შესახებ სულაც არ არის სახუმარო და სასაცილო თემა. ეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რო დააფიქსირეს. რატო ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით, შუდისტებით შეერაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს. მე ვიცი რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არ იყო გამოყენებული. დიდგორის ომის დროს იყო და ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაცია რომ დიდგორის ომის დროს იყო ეს იარაღი გამოყენებული დაახლოებით ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს და შეიძლება უფრო ადრეც გორგასლის დროინდელი შეიძლება იყო. ცუდი და უდროო იუმორი იქეთ იყოს და პროპაგანდა მესიჯებშიც დაიკარგა. ეხლა მისი შვილი, რომელსაც როგორც ჩანს, არანაკლებ წვეტიანი პოლიტიკური იდეები აწუხებს, გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამო საპროტესტო აქციების დაშლის დროსო აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენაო 2024 წლის ნოემბერში. შესაძლოა. იმიტომ რომ ასეთი სიმპტომები ჰქონდათო ამ აქციის მონაწილეებს, რაც ამას ახასიათებს. მოკეთ, ეს კაციც მტკიცებით არაფერს არ ამტკიცებს, უბრალოდ ვარაუდს გამოთქვამს. აქ პროპაგანდა ისევ აიჭრა. ანუ ჩახუნაშვილი ვარაუდს გამოთქვამს და არაფერს ამტკიცებს და BBC-საც მასზე დაყრდნობით არაფერი მოუყოლია. საინტერესოა, ანუ ვარაუდის გამოთქმის გამო დაგყავთ ადამიანები დაკითხვებზე. მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ BBC სინამდვილეში არაფერს ამტკიცებს და კონკრეტულ დოკუმენტებზე და ინტერვიუებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს.
სასაზღვრო მოწამვლის შესახებ, თუმცა პროპაგანდისტული პოსტივი BBC-ს განადგურებას ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით ცდილობს. ეს ეგრეთ წოდებული გამოძიება იმდენად სულელური და უარგუმენტოა, რომ გადავწყვიტეთ ის ხელოვნური ინტელექტისთვის გაგვიანალიზებინა. აი რა დასკვნა დადო მან. ნული მტკიცებულება და ცარიელი ვარაუდები. აი ასეთ სტანდარტამდე დაიყვანა Deep State-მა ერთ დროს გავლენიანი საერთაშორისო მედიები. ოღონდ აქაც ტყუილს ავრცელებს. არ ვიცი როგორ მოახერხა პოსტივიმ, რომ ChatGPT-ს ასეთი გამართული ქართულით მოაწერინა ანალიზი, როგორც კადრში ჩანს. თუმცა იმავე კითხვაზე და BBC-ს ფილმის ლინკის გაზიარების შედეგად იგივე ხელოვნური ინტელექტის სინამდვილეში სულ სხვა პასუხს იძლევა და ამბობს, რომ ფილმში საკმარისი მტკიცებულებებია მოცემული იმისთვის, რომ არსებობდეს ძლიერი ეჭვი 2024 წლის აქციების დარბევისას ხალხის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შესახებ. აქაც ტყუილი, თუმცა ხანდახან პროპაგანდას სიმართლეც ეპარება. ამდენ წვალებაში სხვანაირად შეუძლებელია. BBC-ს მტკიცებულებების თანახმად ქართველი დემოკრატების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ასეთია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების სახელწოდება, რომელშიც ეს გვიყვება, რომ თურმე BBC-ს მტკიცებულებები ჰქონია. ჰოი საოცრება. ზოგი საერთოდ ომების რიგითობაში აირია და პირველი და მეორე მსოფლიო ომი ერთმანეთისგან ვერ გაარჩია. ფილმის მიხედვით წყლის ჭაულში მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მიერ გამოყენებული და აკრძალული ქიმიური ნივთიერება ბრომბენზილციანიდი ეგრეთ წოდებული კამიტი გაურიეს. ოცნება დასავლური მედიის წინააღმდეგ მარტო არ არის და ცხადია სასწრაფოდ წამოეშველა რუსული არხები და აქ BBC-ს უკვე ჯონ დი ბაღათურია აცამტვერებს. პარალელურად კი ყველა რადიოში, ყველა პოდკასტში, ყველგან სადაც ვინმეს ლაპარაკი შეუძლია, BBC-ს ლანძღვის შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს. ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქაური საზოგადოებრივი მაუწყებლის და უბრალოდ ოცნების ფილიალის მესვეურები აკრიტიკებენ. იაღლიში ასე ვთქვათ, ოღონდ ესეც ფორმალური პროცესიდან გამომდინარე მოუვიდეთ ეს იაღლიში. ეს არის, რომ თვითონ იცოდნენ, რომ უნდა მიემართათ ხელისუფლებისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, ჰქონდათ მოლოდინი, რომ ხელისუფლება უარს ეთხოვდა პასუხების გაცემას. და უბრალოდ ითხოვდნენ, რომ ჩვენ მივმართეთ და არ გვიპასუხა ამ ფილმში, იმიტომ რომ თუ ჩავხედავთ კითხვებს, რომელიც მათ გაუგზავნეს და გუში გამოაქვეყნა ქართულმა ოცნებამ ეს მიმოწერა, ასე ვთქვათ, BBC-სთან. უკვე დამონტაჟებული იქონათ ეს ფილმი? ფილმი დამთავრებული იყო. ანუ კითხვებს ჩახედავ. იურის მაუწყებ. ჯონდი ეს ახლა გიორგი ხერხარაშვება საგდები. ჩვენ ვიცით შიგნიდან ეს პროცედურები და შიგნით როგორ არის. მათ აქვს და მით უმეტეს ამ ტრამპის შემდეგ დაფრთხნა, იმიტომ რომ ეს როგორ არის, ახლა შეიძლება მე თქვა უთხრან ორ ადამიანსაც, ახლა შეიძლება გული აუჩვილდება, თუნდა დაწერო გაცხადება, წახვიდა სამსახური და გაიხერხესო. და იურისტმა იკუთხრათ, რომ მოიხადეთ. ყველა შემთხვევაში უნდა უჩივლოთ. არა, უნდა უჩივლოთ, თუმცა არა, ეგ საინტერესო სენსაცია უნდა მოვახდინო. არა, кейსი უხდება, მე რა кейსი საინტერესო იქნება, უნდა უჩივლოთ, ვარიანტი უნდა უჩივლოთ, მაგრამ თვითონ აი კითხოთ, რომ ჩახედავ, აბსოლუტურად ჩანს, რომ ფილმი არის დამთავრებული. და გეუნებიან, რომ 21 ნოემბრამდე თუ მომაწვდი პასუხებს, მე ამას გავითვალისწინებ, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გაითვალისწინეს რა, ანუ არაფერი არ გაითვალისწინეს იმ პასუხებიდან, რომელიც გაიგზავნა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ეხლა მაგათთვის, ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა დადგეს, ანუ იმ დავაში თუ ეს მართლაც იქნება ესე თქვა სამართლიანი დავა და სამართლიანი განხილვა პროცესის, ანუ მოპასუხის უფლება პასუხის გაცემასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად დარღვეული. ანუ თავიდანვე გეთქვა, რომ საერთოდ არ მაინტერესებს შენი აზრი, მაგრამ მაშინ სტანდარტს აი რა სტანდარტზე რო არის ლაპარაკი, ესე ვთქვათ, ვეღარ იცავ. სტანდარტს ვეღარ იცავს თურმე BBC. აი ვასიკო მაღლაფერიძის საზმაო სტანდარტების დაცვის განსახიერება. ამაზე პრაქტიკულად მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC. დიდათ არც ეცადნენ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტური სტანდარტის რაღაცა ფორმალურად მაინც დაეცვათ ამ მასალის მომზადებისას. ერთადერთი რაც გააკეთეს, ისიც ალბათ სავარაუდოდ საკუთარი იურისტების, ასე ვთქვათ, მითითებით თუ რჩევით, რომ სიტყვა სავარაუდო გამოიყენეს, ასე ვთქვათ, სავარაუდოდ იქნა გამოყენებულიო, თვითონ ჟურნალისტი როცა ამაზე საუბრობდა ტექსტში. და მეორე ასევე წმინდა ფორმალური იყო ის მიმართვა, რომელიცაც ხელისუფლებას მიმართეს კითხვებით, რომ ამაზე პასუხი გაგვეცით. ანუ რა გამოდის, თავისუფალ მედიას მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ვარაუდის გამო უჩივიან. ისე კი არის ღირსი კობახიძე, საერთაშორისო სასამართლოში BBC-მ თავისივე პროპაგანდისტის ნათქვამი მოუტანოს მტკიცებულებად. ამათ ვურჩევდი შეთანხმდით და ისე მაინც ილაპარაკეთ თქო, მაგრამ აწი აზრი აღარ აქვს. ოთლიდან გამოსულ ჯინს, გინდა კამიტი დაარქვით და გინდა პროპილენგლიკოლი, უკან მაინც ვეღარ დააბრუნებთ. მაგ თქვენი აჭრილი და არეული პროპაგანდით.